აბსოლუტურად გაქრა ადამიანების ცნობიერებიდან რეალ პოლიტიკის შეგრძნება, აბსოლუტურად გაქრა გეოპოლიტიკის შეგრძნება, აბსოლუტურად გაქრა ისეთი რამ, რასაც არ ქონდა რელიგიური სხვანაირად გეტყვი. არა ძალის და უძალობის, არა ძალების დაპირისპირების სიბრტყე კი არ არის პოლიტიკა, ესენი ამბობენ არის სიკეთის და ბოროტების ბრძოლა და ეს როგორ დამღუპველეს ინფანტილის ბავშვურობაა. ეს ისე არ არის. არც ცნობს სიკეთის და ბოროტებას. ამერიკა იდეოლოგიურად, როდესაც ომებს იწყებდა, სულ ამზადებდა, ხო? გასაგებია, რომ რაღაც სიკეთე ბოროტების საკითხი იყო, აქტიურად იყო, მაგალითად ბუშის დროს, როდესაც ერაყში და ეხლა აღარ, გრენლანდიაში რა სიკეთე და ბოროტებაა. ხო, დამთავრდა. მაგაშია საქმე, რომ თვითონ მოკლედ მათ უყვართ ძალიან ორუელის ეს 1984. ჩვენ რეალურად ცხოვრობთ ისეთ საგარეო პოლიტიკაში, სადაც ერთი დღე გავიხსენოთ ორუელის დროს, ერთ დღეს ევრაზია მტერი იყო, მეორე დღეს მეგობარი არის, ხო? ჩვენ ესეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ერთ დღეს შეიძლება შეერთებული შტატები და დანია იყოს მოკავშირეები და ერთმანეთთან პრეტენზია არ ქონდეს და მეორე დღეს დაესხას თავს. მეორე დღეს ამერიკა დაესხას თავს. იმხელა ტერიტორიაზე ქონდეს პრეტენზია, რომ ერთი დანიელი დეპუტატი გამოვიდა და თქვა, რომ რუსებს ხო არ მიმართოთო დასახმარებლად. სხვათა შორის იყო ეგეთი მომენტი. ჰუმანური საქციელი იქნება. დაგუმანნა. ანუ რისი თქვა მინდა, რომ აღარ არსებობს ის ძველი სამყარო, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, ის საერთაშორისო წესრიგი. აღარ არსებობს. არანაირი გარანტიის მომცემი ეს არ არის. საქართველოსთვის რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გამოვიდეს აი ამ რაღაცა ნახევრად ფსევდორელიგიური წარმოდგენებიდან. იმიტომ რომ ჩვენი უსაფრთხოება პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ არ კონდეს ილუზიები, რომ ვიღაცა მხარე შენს მაგივრად შეგიქმნის უსაფრთხოებას. მარტივი ის არის. განა ვინმე ნატოს წინააღმდეგია. უბრალოდ არ გიქმნის ამ ეტაპისთვის შენ ეს უსაფრთხოება და პირიქით. დარტყმის ქვეშ პირიქით. ხო, დარტყმის ქვეშ გაყენებს. ეს არის პრობლემა. ციტირებთ, ვის ციტირებთ? ჩვენ ციტირებთ, რა თქმა უნდა, ტრამპს. ტრამპს ვიტირებთ. ტრამპს ციტირებთ, ხალხო, ჩვენ არ ციტირებთ პუტინს. და შესაბამისად, ის როდესაც ტრამპი განაცხადებს, რომ მას ესმის, რატომ დაესხა რუსეთი უკრაინას და ბაიდენმა რო გადააგდო და ომი რო ბაიდენის ბრალია. ის რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ რეალობაში, სადაც აი ის პოლიტიკური რუკა, რაც იყო აქამდე. აი ამ წლამდე 2025 წლის დასაწყისამდე. დამეჯერეთ 30 წლამდე შეიცვლება ეს პოლიტიკური რუკა. საგრძნობლად შეიცვლება სოფლიოში, არა მარტო რაღაც ევროპაში, არამედ სოფლიოში შეიცვლება ეს პოლიტიკური რუკა.